გამარჯობა, მე ჰუბერტი მქვია და აქედან მინდა გაგაცნოთ Predator სერიის სატყუარები Levelers-ის ბრენდისგან. ვიწყებთ. დღეს მსურს ზოგადად წარმოგიდგინოთ სამი ტიპის სატყუარა, რომლებიც ამჟამად ხელმისაწვდომია Predator სერიიდან. აქ ვსაუბრობთ Embryon Twister-ზე, Embryon Shed-ზე და Kraken Shed-ზე. ეს სატყუარები ამჟამად ხელმისაწვდომია Predator სერიაში. ამჟამად ისინი წარმოდგენილია 9 ფერში, რომლებიც ჩვენ მიერ გამოცდილია, რის გამოც ნამდვილად ეფექტურად შეძლებთ ქორჭილებზე ნადირობას და გექნებათ მართლაც კარგი შედეგები. დამატებით, ეს სატყუარები ამჟამად წარმოდგენილია ზომებში 1.75 მეასედიდან 3 დუიმამდე. Predator სერიაში ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ზუსტად გადაგვეცა ის, რითაც იკვებებიან მტაცებლები, ანუ პატარა თევზების იმიტაცია. უნდა უნიშნოთ, რომ აქ საკმაოდ კარგი შეთავაზებაა, რადგან ასეთ პაკეტში 8-დან 12-მდე ჩვენ სატყუარას იპოვით. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა ზომა გვჭირდება. იმის გამო, რომ გვაქვს 9 ფერი, ყოველთვის შეგვიძლია მოვარგოთ სატყუარა ცქრის პირობებს, რის გამოც ისეთი ფერები, როგორიცაა Hot Orange და Hot Yellow, იდეალურია მაშინ, როცა წყალი არ არის ძალიან გამფირვალე და გვინდა, რომ ჩვენი სატყუარა კარგად გამოჩნდეს. ხოლო ფერი 003 იდეალურად იმუშავებს ასეთ პირობებში, სადაც ეს წყალი კარგად არის განათებული. ეს მტაცებლები ფრთხილები არიან, მაგრამ როდესაც ასეთ ბუნებრივ ფერში სატყუარას ხედავენ, ნამდვილად ვერ გაუვლიან გულბრილად. Predator-ის სერიაში ჩვენ სრულიად სხვა მასალა გამოვიყენეთ, ვიდრე ეს Troll-ის სერიაში იყო. ის სრულიად განსხვავებულია, მაგრამ მაინც მცურავია. დამატებით, ეს სატყუარები თევზის არომატით არის გაჟრენთილი. ეს ზრდის ჩვენს ეფექტურობას წყალში, რის გამოც შეგვიძლია მართლაც ყველაზე უკეთ ვნადირობდეთ. ზარმაცი მტაცებლები, რომლებიც ყოველთვის არ არიან მზად საკვების მისაღებად, მაგრამ სწორედ ამ მასალის, დანამატის და თევზის იდეალური მოძრაობის კომბინაცია ატრაქტორთან ერთად არის იდეალური რეცეპტი, რომ ეფექტურად დავიჭიროთ თევზი. Predator-ის სერია წარმოუდგენლად უნივერსალურია. შეგვიძლია მას სხვადასხვა გზით დავამადროთ, მაგალითად ჩვეულებრივი ჯიგის თავი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ჩაბურაშკა, ნედრიკი, ჯიგრიკი. ასევე სხვა მეთოდები, როგორიცაა დროპშოტი ან გვერდითი ტრო, აუცილებლად გამოგვადგება ამ თავგადასავლების დროს და ამის წყალობით ყოველთვის შევძლებთ მტაცებლების, მაგალითად ქორჭილას, გემოვნებაზე მორგებას. მიუხედავად იმისა, რომ აქ სამ სახის თავგადასავალზე ვსაუბრობთ, უნდა ვაღიაროთ, რომ მზად ვართ თევზაობის ნებისმიერი მეთოდისთვის. რას ვგულისხმობ? ასეთი Kraken Shed-ი იდეალურად გამოგვადგება მაშინ, როცა გვინდა თევზი ჩავარდნიდან დავიჭიროთ. მისი წვრილი აგებულება საშუალებას გვაძლევს, რომ უკვე ყველაზე მსუბუქი თვირთითაც ეფექტურად დავიჭიროთ დიდი ოკუნები. ხოლო Embryon Twister და Embryon Shed გვაძლევს საშუალებას, რომ ეს სატყუარები ერთგვაროვანი ტემპითაც ვატაროთ. განსაკუთრებით Embryon-ში უნდა აღვნიშნოთ ეს უფრო დიდი გასქელება მუცლის არეში, რაც იწვევს იმას, რომ სატყუარას აქვს საოცრად კარგი მოძრაობა გვერდებზე. დამატებით, ამ კუდით უკვე ერთგვაროვანი ტარების დროსაც ბევრ არეულობას ქმნის. მაგრამ ერთგვაროვანი ტარების ნამდვილი მეფე, როგორც მე ვამბობ, არის Embryon Twister, რომელიც საშუალებას გვაძლევს ყველაზე ნაზად თევზავთ ძალიან ნელი ტარებისას. ეს სატყუარა უკვე მუშაობს სწორედ ამ კუდის წყალობით. და ამის წყალობით შვიდად ვამუშავებთ ადგილებს, თევზაობთ და ვეძებთ მართლაც ძალიან პრეტენზიულ, ზარმაცად მჭამელ ქორჭილებს. და თუ საუბარია კაფშიასა თუ ქარიყლაპიაზე, უკვე აქედანვე შემიძლია შემოგთავაზოთ სატყუარები, რომლებიც ამ შემოდგომაზე გამოვა, ანუ Kraken Shed, Embryon Shed და Embryon Twister ზომებში 4-დან 8 დუიმამდე. აუცილებლად, თუ გსურთ ჩვენი სიახლეების შესახებ ინფორმირებული იყოთ, უნდა ადევნოთ თვალი ჩვენ სოციალურ ქსელებს, როგორიცაა Facebook, Instagram, YouTube ან TikTok-ის ანგარიში, სადაც განსაკუთრებით გულთბილად გეპატიჟებით. თუ მეტი ინფორმაციის მიღება გჭირდებათ ან გაინტერესებთ, რას ვამზადებთ თქვენთვის, აუცილებლად ეწვიეთ ვებგვერდს Levelers.com, სადაც ნახავთ ჩვენს მიმდინარე კატალოგს 2024-2025 წლის სეზონისთვის.
იქვე, იქ ასევე გარდა ინფორმაციისა მახასიათებლებზე, ნახავთ მათ ასაწყობად საჭირო მეთოდებსაც, რათა ეფექტურად დაიჭიროთ მტაცებელი თევზები. მოგვიანებით შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.